ოთხშაბათს 5 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2025 წელს პოლონეთის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 4,7%-ს მიაღწევს. ანჯეი დუდას თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი სავარაუდოდ 30 მილიარდი ევრო იქნება. ამ მოცულობის ბიუჯეტი ნატოს არც ერთ წევრ ქვეყანას არ აქვს. ვარშავა თავდაცვის ალიანსს გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. მე ხაზგასმით აღვნიშნე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ალიანსის წევრებს შორის თანამშრომლობასა და ჩვენ მთავარ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაძლიერებას. არც თუ დიდი ხნის წინ ჩვენ ოფიციალურად გავხსენით რაკეტსაწინააღმდეგო ბაზა ქალაქ რეძიკოვოში. ეს სერიოზული ამერიკული ინვესტიცია და ძალიან კარგი ამბავია. ვიმედოვნებთ, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი ამერიკული ინვესტიცია იქნება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საჯაროდ განაცხადა, რომ აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა. მან ნატოსა და ევროკავშირის წევრებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ უკვე მოუწოდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთს ყველაფრის გაკეთების უფლებას მისცემდა იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც შეიარაღებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის სავალდებულო 2%-ს არ დახარჯავდა.